იმიტომ რომ დღეს ნინოს დაბადების დღეა. ნინოს დაბადების დღის ტორტი. ბავშვებო, ჩვენს ლამას ჭიდუნიებს. დღეს ესეთი მწვანე ბალახი ჩავუყარეთ და ძალიან ბედნიერები არიან. ყველაზე ცოცხალი და სწრაფი არსება. ნახმაურია. ძალიან ბევრი ლაიქები დასვით ბავშვებო, თუ გინდათ კიდევ თევზებთან და ჩიტებთან ერთად გადავიღოთ ვიდეოები. გამარჯობათ ბავშვებო, თქვენ ხართ აკო და პრინცესები. დღეს ნინოს დაბადების დღეა. და ჩვენ უნდა გამოვაწყოთ ნინოს სადაბადების ტორტი. ჩვენ გვაქვს ასეთი უსაყვარლესი გულის ფორმის ბისკვიტები. გვაქვს რა თქმა უნდა კრემი, გვაქვს მარცვალი და იგი და კიდე არუგიში. ეს გვექნება როგორც მუსი და სანამისაშველი. და ზემოდან მოსართავი ლამაზი ყვავილები, ფოთლები და გულები. ეს გადახედეთ. ესენი თეთრში ამოვიღოთ თუ გინდათ. შეხედეთ მას საყვარელი გული. გადმოვუყარეთ ჩვენ ყვავილები. შეხედეთ გვაქვს ასეთი ფოთლები, ვარდისფერი და თეთრი ყვავილები, გულები. ძალიან საინტერესო იქნება როგორი გამოგვივა ყველაფერი. მოდით დავიწყოთ. პირველად ვიწყებთ რით, აბა? პირველად უნდა დავნამოთ ჩვენი ბისკვიტი. ოჩაღები. ყველა პროფესიონალები. კი. ესეთი გამოვიდა და ცოტა დროის მერე უკვე მთლიანად იქნება დანამული. შეგახსენებთ ბავშვებო, რომ 7 აპრილს ხარება დღეს აქვს ჩვენს ნინო პრინცესას დაბადების დღე. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მოულოცა დაბადების დღე, ყველას გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაესწარით თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად. ძალიან მალე მოდის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ჩვენ უკვე შევიქმნით წინასა აღდგომო ხასიათი და განწყობა და ესეთი ლამაზი დეკორები. გეტყვით უმრავლესობა აქედან ჩვენი საჩუქრებია ნინოსი და ძალიან დიდი მადლობა ყველას. დაყოფა? კი. კარგი, შემდეგ კრემი თუ რა თქმა უნდა ჯერჯერობით შიგ თავსი. ჩვენ ახლა ხელფენებად დავუჭრით მარცვლს. ნამდვილად უგემრიელესია. საოცარი სურნელი დგას მარწყვის და ეს იქნება ფანტასტიკური ტორტი. მე ძალიან მიყვარს რომ აი რომ დავუკვირდეთ მარცვლს შიგნით წერტილები. არის მე ეს ფენა დავასრულე და აი აქ რაც მომრჩა მეორე ფენისთვის დავიტოვე და მემგონი ამაგდეს ახლა კივით შევავსოთ კივით. ჩვენ უკვე დავალაგეთ ჩვენი შიგთავსე და ჩემი იქნება ქვედა ფენა და ახლა უნდა დავკრემო. რამდენი წლის გახდა ჩვენი ნინო? მე და რამდენი? საერთოდ აზრზე არა ვარ. ნინო გახდა 9 წლის. ჩვენ დავახურეთ უკვე. მეორე სართულიდან დავიწყე. გადმოიღე კრემი ბლომად და მერე გავასწოროთ.
მიდი ნინო შენც. მე რა? მიეხმარე. აიღი კოვზი და გადაანაწილე, მიდი ლამაზად. ორია აი აქ ჯინი რომ არ იყოს ზემოდან რომ იყოს. ამხელა? თეთრი. ჩვენი ტორტი არის გულის ფორმის. და დღეს ყავს უკანა ფონი ძალიან ცოცხალი არსებები. მომღერლები აქ არიან თევზები, ჩვენი საყვარელი ეს არის ყველაზე მომღერალი. ეს უფრო ნიდი თითი დაადევი აბა ზემოდან თუ ამოხტება. აი, ჩამოვყურს ყველაზე მეტად და ყველაფერს ვიჭამს. აბა ეს სიხარულებიც ნახოთ რა შვებიან. ბავშვებო, ჩვენს ლამაზ ჩიტუნიებს დღეს ესეთი მწვანე ბალახი ჩავუყარეთ და ძალიან ბედნიერები არიან. საქმიანები. რა ვიცი, აი ნახეთ აბა რა შვებიან. ამშვენებს ლამაზი პეპლები. ეს გალიას. ყავს კიდე ერთი სილამაზე. ყველაზე ცოცხალი და სწრაფი არსება. ახმაურია. ძალიან ბევრი ლაიქები დასვით ბავშვებო, თუ გინდათ კიდევ თევზებთან და ჩიტებთან ერთად გადავიღოთ ვიდეოები. ჩვენ გადავყენთ ყველაფერი და ახლა თავის ანუ ყავავილებით, ასეთი გულის ფორმა. ფოთლები და გულები. პირველად მინოს უნდა რომ ყვავილები შემოვაყოლოთ აი ესე თან ტონს. ნუ ძალიან კარგი იქნება. დავიწყოთ. თეთრი ვარდისფერი. ისე თეთრზე თეთრი დიდად კი არ ემჩნევა, მაგრამ სადღაც ალბათ გამოჩნდება. უკვე ძალიან ლამაზია, მე თან გითხავთ. არა, აგერ გავაკეთოთ წინ მხარეს. აი, ამასე და შუაში წითელი გული. ვაუ! მოიწო, ეს საკაი. ყველა კაია. აი. ძალიან ლამაზია. კარგია, ცოტაზე. ემას. კარგი. აბა მეორე მხარეს. კიდე გვაქვს. კიდე გვაქვს. ძალიან კარგი. კიდე ცოტა იქეთ, კარგია? მზე? კარგია. ახლა ფოთლები. კარგი, ტორტი შემოატრიალი აქედან. აი. ფოთლები ასე? თუ ასე. ხო, წინათ რო, კი, აი. ესე. მისო? ანა გააკეთეს, მიდი მეცე. ხო. სიმეტრია გვინდა. კარგია?
კი, ორი მაგეთ. ზელიტა, აბა ეხლა რა ხდება? ახლა მარწვი უნდა გავავსოთ. აი, ყველაზე დიდი მარწვი ავიყოთ და ჩავსვათ შუაში. მე მგონი ეს ცენტრის ცენტრალურ ნაწილში. ჩა? კი. მაგარი. მოშრება. ნინოს დაბადების დღის ტორტი. ასეთი გამოვიდა ნინოს ტორტი. შეგვიფასეთ ბავშვებო. ესეთი მარწყვებით გადატენილი. ახლა ჩვენ უნდა დავარჭოთ შუშხუნა და ვიმღეროთ სადაბადების დღეს სიმღერა. შენ? კი. რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ნინოს დაბადების დღეა. გილოცავთ. სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა, კარგად სწავლა, კარგი მომავალი ჩვენს პრინცესა ნინოს. ყველას გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს. ბედნიერი აღდგომა. ყოჩა, რამდენი წუთიანია, ნეტა რა? ზედა რამდენი ხანი? აჰა, ჩაქრა.